გაჩვენა როგორ მიუდგებით. მოგესალმებით უკვე მევსალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. სოლიდარობა მზია ამაღლობელ, სოლიდარობა ვეფხია კასრაძე, სოლიდარობა ყველა სინდისის პატიმარს ამ ქვეყანაში და თავისუფლება მათ ძალიან მალე. ესე უნდა დავიწყოთ ალბათ ყველა საუბარი, რომელშიც ვართ ახლა. დღეს იყო საოცარი დღე, სხვა შორის ახლა იქიდან მოვდივარ და აი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, სამშაბათი და გავსებული რუსთაველი და ძალიან ბევრი მაგარი მხატვრის ნამუშევარი გამოფენილი პროტესტის თემაზე აქციაზე და მართლა რაღაცა საოცარი განწყობა იყო. საერთოდ არ ველოდებოდი, არც ვიცოდი რომ გამოფენა იყო და ვიგრძენი ისე ვის რაღაცა მუხტი არ ნელდება ეს ვითარება ვიკაიქ. არ ნელდება, არაფერი არ ეთქვა. მინახავს, მე პოლიტიკაში ჩავერთე თავის დროზე, როცა სირცხვილიას აქციები იყო, მინახავს იმის მერე დინამიკაში მართლა აი ყველა მომენტში, ყველა საპროტესტო ტალღა და ასეთი რამ ამ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში რაც მინახავს არ ყოფილა. მართლა აბსოლუტურად განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური ფენომენი არის. ამ ადამიანებში ხო ხედავ, ხო მარტივია დაინახო, როდესაც იქ მიდიხარ, დაღლილობა, რაღაცა იმედგაცრუება, არ არის ეს იმედგაცრუება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელმაც აბსოლუტურად ყველა რაღაცა რევერანსი მოშალა გვერდზე გაწია და ეს ჩვეულებრივ მართლა ავტოკრატიას ამყარებს. ხო, ხა მზიას кейსი ეგ არის ჩვეულებრივი ავტოკრატიული кейსი. ის წიგნი, რომელიც ხელში ეჭირა თავის პროცესზე, იმ წიგნში წერია ეგ და ის წიგნი ფილიპინებზე და ფილიპინები უბედური ქვეყანა არის. საშინელი დიქტატორების რაღაცა კასკადი მართავდა. ჩვენ მართლა ამ პირობებში ვართ, როცა სახეში ხელის ეს არის მოდებაზე შეიძლება ციხეში დაალპონ ადამიანები და ამ რეალობაზე გვეუბნება ეს კაცი, რომ ეს არის ის რეალობა, რომელიც უნდა მიიღოთ. ის რომ დატიპებს აჩუქებენ სკამებ ამოცლილ მარშრუტკებში და პირში აფუძნებენ. ის რომ ადამიანებს სახეში წიხლებს ურტყავენ, გაუპატიურებით ემუქრებიან. მე 300-ზე მეტი ამ ადამიანი უმოწყალოდ ცემეს ერთი და იგივე ადამიანმა და ყველა ერთი და იგივე ამბავს, რომ ვიღაცა იჯდა ამ მარშრუტკებში, რომელიც ეუბნებოდა, რომ აი აქ გაჩერდით. ვიღაცა გამოცდილი კაცი, რომელიც იცოდა, რომ სიკვდილის ზღვარი სად გადიოდა. და ეხლა აი ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს ვაკეთებ. ამის მერე კიდე დემონსტრაციულად ამ ხალხს იჭერ ციხეში, რა ვიცი, ბოდიში და ტუალეტში გასვლის უფლებას არ აძლევ, ანუ აწამებ იქაც ამას აგრძელებ და გინდა რომ ეს ყველაფერი მოგყიდო როგორც ნორმა. ამაზე პასუხი მიიღო ძალიან მარტივი. ამაზე პასუხი მიიღო აბუ-დაბიში, ამაზე პასუხი მიიღო სტრასბურგში, პარიზში, ლონდონში, ყველგან. ანუ მიწა იწვის მათ ფეხქვეშ. ეხლა მართლა არ მინდა აი ამ პროცესში სულ ვცდილობ, რომ არც ერთ შეფასებას პოლიტიკურს არ გადავაჭარბოთ, მაგრამ ეხლა სტრასბურგის ამბებმა ბოლოს და იქ აბუ-დაბი და ყველაფერი, ხო დაგვანახო, რომ მართლა აი ამ ადამიანებს ფეხქვეშ მიწა ეწვით. არ არის აქ იმაზე ლაპარაკი, რომ რაღაცა ის არის, რა ქვია, პოლიტიკური კამათი არის. არა, ეს არის ეგზისტენციალური ომი. აქ ამ ხალხმა გითხრა, რომ ან ჩვენ ხვალიდან დაგაძინებთ და გაგაღვიძებთ რუსეთში, ან ჩვენ გადავარჩენთ ჩვენ თავისუფლებას და ამ ქვეყანას. აი ესე მარტივად დგას საკითხი. ამიტომ რა აკლია ის იმდენად ბუნებრივი პროცესია, იმდენად ეს პროცესი ისეთი ამბიდან წარმოიშვა და ისე ვითარდება, რომ სიმართლე გითხრა, მე ეგეთი რამე აქამდე არ მინახე. ამიტომ ვერ გეტყვი რა არის იმაზე მეტი. საკუთარ თავზე თვითკრიტიკით ვიტყვი და პოლიტიკურ სპექტრზე, რომ რაც მე მაკლია, რომ აი ცოტა გვერდიდან უნდა დავინახო, პოლიტიკური კონტექსტი მაკლია ამ ყველაფრის. ანუ ჩვენ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები სრულად ვასრულებდეთ იმ ფუნქციას, რაც ჩვენი საქმეა. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ, არ მინდა რაღაცა იმით ვილაპარაკო, რომ აი ეს ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ მართლა ბევრ რამეს ვაკეთებთ. თუნდაც დღევანდელი დღე, რომელიც მნიშვნელოვანი დღე იყო სტრასბურგში, ხო? ის რაც მივიღეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ერთის ეს ტრაგიკული ამბავია, ვიკა, იმიტომ რომ ფაქტიურად საქართველოში 1999 წელს პოსტსაბჭოთა ეპოქა დასრულდა ზურა ჟვანიას ამ ცნობილი სიტყვებით, მე ვარ ქართველი და მაშინ მე ვარ ევროპელი, ხო? და ეს ყველაფერი ხა ვიღაცის სლოვაკებისთვის შეიძლება ევროსაბჭო არ წარმოადგენდეს ეგეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას, მაგრამ ჩვენთან ეს აი ეს სიმბოლო იყო კიდე. ეს სიმბოლო იყო, რომელიც რა ვიცი ხა რა ბერლინში ღამის კლუბებში უშვებენ ხოლმე ამ იმას, რა ქვია, ისტორიულ ტექსტს, ხო? ხა ეს ხუმრობით, მაგრამ ამ ხელა მნიშვნელობა აქვს სინამდვილეში ამ ყველაფერს. ჩვენთვის ეს არ იყო უბრალოდ რაღაცა დიდ ორგანიზაციაში გაწევრიანება. ეს იყო მაშინ ეპოქის დასასრული და ჩვენთვის ევროპული მომავლის დასაწყისი და ამ ორგანიზაციის ისტორიაში ასეთ რამ არ მომხდარა.
ამ ორგანიზაციის ისტორიაში პირველად არის რომ ესე უდგათ საკითხი უფლებამოსილების არცნობის დელეგაციას. კატასტროფა არის ერთის მხრივ ამ ქვეყნისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის პოლიტიკური ძალების დამსახურება და ოპოზიციის დამსახურება, მათ შორის ჩვენი დამსახურება იმაში რომ მოვახერხეთ და იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებას იღებდა სტრასბურგში, მიუტანეთ ეს ამბავი. ამიტომ ამის გარდა ჩვენ გვაქვს ახლა აი ამ საპროტესტო ტალღაშიც მნიშვნელოვანი როლი შესრულებული, იმიტომ რომ ეს კრიზისი უნდა განვითარდეს პოლიტიკურად, აი ამას ვიტყვი უბრალოდ. პოლიტიკურად უნდა განვითარდეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნები უნდა ჩაინიშნოს რაღაცა ტიპის მოლაპარაკებების საფუძველზე. სხვანაირად საშიში ამ ქვეყანაში რაც შეიძლება მოხდეს, ამიტომ მე მინდა რომ ჩვენ ვიყოთ ახლა აი ამ ფაზაზე გადავიდეთ, წნეხი საზოგადოებრივი გაიზრდება ქართულ ოცნებაზე და ძალიან რაც შეიძლება მალე მივიყვანოთ ეს პროცესი ახალ არჩევნებამდე.